ფრილანსერებო, რამდენჯერ გიმუშავიათ სახლიდან, სამზარეულოდან, საძინებლიდან, ან კაფიდან, სადაც ყოველი კლიენტის შემოსვლაზე ყურადღება გეფანდებათ. ჩვენ კი გვჭირდება ფოკუსირება, გვჭირდება თავისუფლება, გვჭირდება ნეტვორკინგი, მაგრამ გძულს ოფისის რუტინა. თან ამ ბოლო დროს დარწმუნებული ვარ ძალიან ხშირად გესმით სიტყვა coworking-ი. ბევრისთვის ეს ფულის ფლანგვა, ბევრისთვის ზედმეტი დროის კარგვა. მე და რამდენიმე ჩემსავით თავისუფალი ფრილანსერი მივდივართ საერთო სამუშაო სივრცეში, სადაც ვნახავთ, მართლაც ისეთი პროდუქტიულია მუშაობა თუ არა, როგორც ამბობენ. შევამოწმებთ meeting room-ებს, call room-ებს, კაფეტერიას, ბარს, მოკლედ ყველა იმ ინფრასტრუქტურას, რითაც coworking-ები გამოირჩევიან სხვა სივრცეებისგან. დღეისთვის ჩვენ ტერმინალის სივრცე შევარჩიეთ, ხო და წამომყევით ერთად დავათვალიეროთ. Coworking-ი ჩემთვის ძალიან ხელსაყრელი და საინტერესო პროცესია, იმიტომ რომ მე როგორც HR-ის ხშირად მაქვს შეხება კოლეგებთან, ინტერვიუებთან, გასაუბრებებთან და ჩემთვის საინტერესოა სივრცე, სადაც ამას უფრო ფრემოთ შევძლებ, იქნება ყველანაირი გარემო და ხელშემწყობი პირობები იმისათვის, რომ ეს პროცესი ზუსტად ისე წარიმართოს, როგორც ეს გეგმაშია. ტერმინალი ჩვენთვის ერთ-ერთი კომფორტული სივრცეა, სწორედ ამ საქმიანობის განსახორციელებლად, იმიტომ რომ არის სხვადასხვა შესაძლებლობა იყო წყნარ მშვიდ გარემოში კონცენტრირდეს საქმეზე და ამავდროულად გქონდეს კომფორტული შესაძლებლობა. მეგობრებო, სახლში სამუშაო პირობები როგორი გაქვთ? ანუ რა გამოწვევებს აწყდებით, როდესაც მუშაობთ სახლიდან? ზოგადად. საბა, მოდი შენ დავიწყოთ. სახლე მუშაობას ერთის კომფორტი აქვს ის, რომ გზაში დროს არ კარგავ, თუმცა მეორეს მხრივ, რაც უნდა იდეალურად მოვაწყო სახლის სამუშაო გარემო, მაინც იმ საოფისე განწყობას ცოტათი ცდება და უფრო რაღაცა შინაგანათაც ადამიანი დასვენებისკენ ხარ სახლში მიდრეკილი, ვიდრე მუშაობისკენ. შეიძლება სუბიექტურია და ჩემს შემთხვევაში უბრალოდ დროთა განმავლობაში ესე გამოიკვეთა, რომ ბევრად უფრო კომფორტულია თუ კი საოფისე სივრცეში ვარ და იქ ისეთი გარემოა, სადაც ყველა სამუშაოდ არის მომართული, ასე ვთქვათ და სახლი მაინც უფრო კომფორტის ზონაა, სადაც ისეთი მოტივირებული ვერ ხარ სამუშაოსთვის, როგორც ოფისში. გეთანხმები, სალი შენ? აბსოლუტურად გეთანხმები. ნუ ჩემს შემთხვევაში მე კაბინეტის პირობები მაქვს ასე თუ ისე, მაგრამ მყავს ძაღლი. მე ისედაც როცა სკოლაში ვსწავლობდი, მაშინაც ბიბლიოთეკებში დავდიოდი ხოლმე სამეცადინოდ, იმიტომ რომ მაშინაც კონცენტრაცია მიჭირდა სახლში. როცა ოთახში მეცადინეობ მით უმეტეს რა და მაგიტომ სწავლის პერიოდში რომ მივეჩვიე ბიბლიოთეკაში და სიჩუმეში მეცადინეობას, მე უკვე მუშაობის პერიოდშიც იგივე მოთხოვნილება გაგიჩნდა. ეს სხვათა შორის მეც ესეა რა, ყოველთვის ბავშვი რომ მყავს, არ მაქვს საშუალება რომ coworking-ებს ვეწვიო ხოლმე, იმიტომ რომ სახლიდან მუშაობას ვიცით ეგ კომფორტიც აქვს, რომ სხვა რაღაცებსაც შეგიძლია მიხედა და ჩემს შემთხვევაში რა მოხდა იცი, ღამით დავიწყო მუშაობა ზუსტად იმიტომ რომ ფოკუსირებული, კონცენტრირებული ყოფილიყავ, მაგრამ მე ისე დავიწვი, რომ ეხლა ღამით საერთოდ აღარ მუშაობ და მართლა როცა მჭირდება, ესეთ გარემოებს ვარჩევ ხოლმე, სადაც სიმშვიდეა, სიწყნარეა, ანუ არ ვიცი, ძალიან დიდი კომფორტია, მე მგონი და ძალიან მიხარია, რომ თბილისში ნელ-ნელა ეს კულტურა იზრდება, ვითარდება. ალბათ ციფრული digital nomad-ების შემოდინება მას განაპირობა. საქართველოში ეს ყველაფერი ძალიან ბევრი უცხოელი დადის. კარგი ისე რომ უკვე ფაქტობრივად ყველა უბანში არის წარმოქმნილი აქამდე თუ აპესაბურთალო იყო ძირითადად სადაც ფაქტობრივად ტრანსპორტირების გამო და მანქანის მოძრაობის გამო თავს არ იწევს პაკეში მაგის ახლა შეეყოფილა შემთხვევები, როდესაც ერთ coworking-ში შეხვედრა ჩამინიშნავს და მეორე coworking-ში მუშაობდი მე პირადად. ესეც ანუ თვითონ დამკვეთის ანუ პარტნიორი კომპანიის კომფორტის გამო იქავირჩიე შეხვედრა მაგალითად. ოფისი მაინც არის ცოტა უფრო სტრესული ჩემი აზრით, როდესაც სამსახურია და ვისაც უყვარს სოციალიზაცია და ბევრი ადამიანის ხილვა და ეს სიახლეები მე მგონია რომ coworking-ები ზუსტად ამის საშუალებას იძლევა. თუმცა მეორე მხარეა, რაღაც პერიოდი პანდემიის მერე მე coworking-ებში სიარული დავიწყე.
ამდენი ადამიანის ერთდროულმა დანახვამ პანიკური შიშები განმივითარა. ანუ შიგნით შენობაში რომ შევდიოდი, მეწყობოდა კლაუსტროფობია, შიშები, ამ ადამიანების შიშები, კომუნიკაციის, ან ძალიან მენტალურად ძალიან გამიჭირდა აი ამ ეტაპის გადალახვა მერე. და ნუ ეტაპობრივად რა თქმა უნდა მოვიდა, აღარ გამიჭირდა ეს კომუნიკაცია, მაგრამ არის პერიოდები, როდესაც უბრალოდ არ მინდა. არაფერი. მან შეიძლება ის საკითხიც არის, ერთგვარი კულტურაც არის. წლები რომ მიჩვეული ხარ ოფისში სიარულს და რაღაც მუდმივად თანამშრომლებთან კომუნიკაციას და უცებ გადიხარ საერთო სამუშაო სივრცეში, სადაც უმეტესად 80% უცხოსახეებია. თან ფრილანსერები არიან ყველანი, ხო. პირველად განწყობაზე მოქმედებს. საერთო სამუშაო სივრცეში მე მაინც ჩემთვის ზივარ ხოლმე და ჩემთვის კი რა თქმა უნდა, მაგრამ ვიღაც უცხოებს რო ნახულობ, ანუ გვერდით რო ადამიანი გიზის დესკის გვერდით და ან მთელი დღე არ ელაპარაკები, ან რაღაცნაირ მიჩნდება ხანდახან კომუნიკაციის სურვილი, გავიჩნე ხა ბოლო მოდიხართ, ყოველ დღეს ხედხართ და რაღაცა საერთო ინტერესები გაქვთ, არ გაქვთ. ალბათ უფრო აბონემენტი თუ გაქაღებ, ანუ თვიური აბონემენტი. თუ დადიხარ, ხო, უფრო ის არის. მე ყოველთვის ერთჯერა და რაღაცა ერთხელ შესვლაზე დამიტესტია რა და ამიტომ ერთხელ როცა მიდიხარ და მე სხვაგან მიდიხარ, ყველგან ხალხს ვერ გაიცნობ რა. ხო, ეგ რა თქმა უნდა. მაგრამ თვიურ აბონემენტს მართლა ყველაზე მეტად ალბათ ვემხრობი უფრო ვიდრე ერთჯერა და რაღაცა coworking სივრცის დატესტვას. კი, გეთახმები, იმიტომ რომ აი მართლა თქვი კიდევაც ბენეფიტი რა არის რა რეგულარულად ერთ ადგილზე რომ დადიხარ, იმიტომ რომ შეიძლება ერთი კონკრეტული მიმართულების საქმე იცოდე და რაღაც დაგჭირდეს და შანსი არ არის coworking-ში იგი იმ საქმის პროფესიონალი ვერ ნახავ. იმდენად მრავალფეროვანი, ანუ digital გარემოა სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანების, რომ მე ეს ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან, ბიზნეს პარტნიორები ხდებიან. ანუ ასეთი არაერთი შემთხვევა იყო, თუნდაც ტერმინალის ადრე ვიყავი ვერის ფილიალში საბაშიძის, მოკლედ ყველა ფილიალი მაქვს მოვლილი და ყველგან მომისმენია მსგავსი ისტორია და ეს ყველაზე ახალი ფილიალია, სადაც ახლა ვართ. ჯერჯერობით კიდევ არის შანსი, რომ ადგილი იპოვოს ფრილანსერმა. ხო და რა ვიცი, ყველას ვინც ფრილანსერები არიან და დისტანციურად მუშაობენ და ზუსტად ეძებენ აი სივრცე, სადაც საკუთარი პოტენციალის მობილიზებას და რეალიზაციასაც შეძლევენ კიდევ უფრო გაუმჯობესებას, მაგათ ურჩევდი, რომ სახლიდან ძალიან რთულია და ესეთ ადგილებს მიაწვდნენ რა. დაახლოებით 5 წელიწადია, რაც coworking-ში მუშაობის გამოცდილება მაქვს და თბილისის მასშტაბით რამოდენიმე სხვადასხვა coworking-ში პერიოდულად მუშაობდი ხოლმე. ამ ეტაპზე ვარ მოზაიკაში და შემიძლია თქვა, რომ ძალიან კომფორტულია ჩემთვის პირველ რიგში ადგილი და მდებარეობა ავტომობილის გაჩერებისთვისაც ან საკმაოდ დიდი საპარკინგო სივრცე აქვს და ასევე შემთხვევაში, როდესაც ავტომობილით ვერ ვახერხებ მოსვლას, მეტროც ახლოს არის. გარდა ამისა, მომწონს თავად სივრცე, საკმაოდ დიდი სივრცეა, როგორც შეხვედრებისთვის, ასევე გუნდური სამუშაოსთვის. ჩემთვის ძალიან კომფორტულია, როდესაც სამუშაო სივრცეში სხვადასხვა ხედი მაქვს ხოლმე, ამიტომ coworking-ი მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ შევიცვალო სამუშაო სივრცე. აქვე დავამატებ იმას, რომ განსაკუთრებით მცირე ზომის კომპანიებისთვის, რომელსაც 3, 4, 10-მდე თანამშრომელი ყავს. ეს კომპანიები, როდესაც ცალკე იზოლირებულ ოფისში მუშაობენ, თანამშრომლების მოტივაციაზე ძალიან მოქმედებს, ანუ უმეტესად დემოტივირებული არიან, იმიტომ რომ მთელი დღე 2-3 განსხვავებულ სახეს უყურებ და მეც ვერა, ცხადიას ფსიქიკაზე მოქმედებს. როცა coworking-ში მუშაობ როგორც კომპანია თუნდაც და 10 კაცამდე გუნდი ხართ, მუდმივად გაქვს შესაძლებლობა, რომ უფრო დიდ სივრცეში გახვიდე. როცა ლანჩი მოგაქვს და მიკროტალღუში უნდა გააცხელო ან რაღაცა ყავა გინდა გაიკეთო რაღაც და იქ იმ სივრცეში ტრიალებ და ულოდები რაღაცა და შემოვიდა სხვა ეგრევე გამოლაპარაკე. მანდაც networking-ია. ოფისებში კომფორტი არის, ამ ხელა სამზარეულო ცალკე შეხვედრების ოთახი, ცალკე წევრებისთვის ეს არის 24 საათიანი, ანუ ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია. 24 საათზე რაღაცა ბევრჯერ მოსულა. ვერხო? ტერმინალში პირველად ჩემი შეხება, ასე ვთქვათ, coworking space-თან იყო ვაკეს ჭავჭავაძის ტერმინაქსში რო არის ტერმინალი და ძალიან მაგარი ფილიალია. აი ძალიან. ცხოვრობდი ყიფშიძეზე ვაკეში და რაღაც პერიოდი დაემთხვა, რომ ელექტროენერგია ითიშებოდა. და სააგენტოს პროექტებზე რომ მუშაობ, ხან არის რომ დილით 6 საათზე ამდგარ ვარ და რაღაცა მოსასწრები მაქვს 10 საათი რომ გადავაგზავნო კლიენტთან. ამიტომ ახლობთ 5ჯერ ალბათ რო არ მოვიტყულო დილით 6 საათზე აუპარგებული და შეუბარგებული ვარ ტერმინალში. ვილაპარაკეთ დადებით მხარეებზე, მოდი უარყოფითაც გადავიდეთ. ფინანსური ნაწილი. ეგ შეიძლება უარყოფითად ჩაითვალოს. ტერმინალს აქვს თავისი აპლიკაცია და როდესაც შენ იღებ დესკს, მიტინგ რუმების დაჯავშნად შედის
ერთჯერადად და ამის გარდა შეგიძლია 5 ჯერ ეწვიო სხვა coworking ტერმინალის ქსელში და ტერმინალს აქვს ფილიალი ჭავჭავაძეზე, აქვს ვერაზე, აქვს აბაშიძეზე, აქვს აქვე პლეხანოვზე ვარდების ბაღის ფილიალი და გიჟდები უნივერსიტეტის ქუჩაზე და სხვათა შორის ბათუმშიც და ან მოკლედ შეგიძლია რომ აი ამ შენი subscription-ის ფარგლებში ეწვიო. ნელ-ნელა რაღაც ბენეფიტებსაც ამატებენ წევრებისთვის, რომ კონდეთ ექსკლუზიური შეთავაზებები სხვადასხვა ფასტაკრებებით. ესეც რა თქმა უნდა კარგია. სხვა coworking-ების შემთხვევაში არ ვიცი, ყველასთან მივალთ, ყველასთან გავარკვევთ, მაგრამ მე იცი რა მაინტერესებს, სულ ყველას ვეუბნები რა, რატო არ არსებობს ისეთი ბარათი, რაც მომცემს საშუალებას, რომ ერთ დღეს ერთ coworking-ს ვეწვიო ტერმინალს, მეორე დღეს, რა ვიცი, სხვას ვაიბს, მეორე დღეს network-ს, colliders და ასე შემდეგ. ძალიან მაგარი იქ, აი როგორც ფიტვასია. რა ვიცი, ხა ბიზნეს იდეა მოგაწოდეთ. თქვენ თუ არა მე გავაკეთებ. აუცილებლად. თუ დამწყებ ფრილანსერებს თქვა იმის არ შეეშინდებათ რომ აი ფინანსური ფაქტორი ან რაღაცებით ეგეთი რაღაცების არ შეეშინდებათ და იგრძნობენ თავს რომ ვაუ ოკეი მიიღებს შეიძლება დავხდე ფრილანსერი და ესეთი რაღაც ბენეფიტები მქონდეს მეც სიამოვნებით გავაგზავნებდი მაგ მიმართულებით ფიქრს. ჩემთვის coworking-დან მუშაობა ასოცირდება networking-თან. რა თქმა უნდა ეს ყოველთვის არ ხდება, ხანდახან მხოლოდ საკუთარ საქმეზე ვარ მობილიზებული და კონცენტრირებული, რაც სახლში ვერ ხდება ხოლმე, იმიტომ რომ მართლა ოჯახური სიტუაცია გარემო, ბავშვი, ცხოველებიც კი ხანდახან არ მაძლევენ სამუშაოზე კონცენტრაციის საშუალებას, მაგრამ coworking-ში უამრავი სხვა ფრილანსერია, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ვიცნობ, სხვადასხვა დროს ვურთიერთობთ, მეგობრდებით და ძალიან ხშირად დაუხმარები ვართ ერთმანეთს ჩვენ საქმიანობაში. ტერმინალი მოზაიკა ისე დაემთხვა, რომ ჩემს სახლთან ძალიან ახლოს არის. ავტობუსი, მეტრო, ორივე უდგება. ფიქრობ, რომ სხვა ფილიალებისგან იმითაც განსხვავდება, რომ გარემო ცოტა სხვანაირად არის გადანაწილებული. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში უფრო კომფორტულია, აქ თუ მომინდება კაფეტერიაც არის, მიტინგ-რუმებია, კოლ-რუმებია. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურს, რომ ცოტა სხვანაირი კუთხით დაინახოს დისტანციური მუშაობის პერსპექტივები, ურჩევს ცადოს coworking-ი. აუცილებლად. მოიწონე ვიდეო და გამოგვიწერე. ერთად შევქმნათ უკეთესი სამუშაო გარემო ფრილანსერებისთვის.